ხმაური დედაპირისპირება იყო დღეს დილიდან თბილისში დიდუბის რაიონის გამგეობასთან აქ ადგილობრივი მცხოვრებლები და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი შეიკრიბა. ისინი რაიონის გამგებლის გადადგომას მოითხოვდნენ პროტესტის მიზეზი მათი თქმით შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები და ნეპოტიზმია. სწორედ ნეპოტიზმის ერთ-ერთი ფაქტის დასახელებას მოყვა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და გამგეობის თანამშრომლებს შორის. დიდუბის რაიონში თუ გაელვით თლიანად ინფრასტრუქტურა გაჩერებული არის ეგრე. ჩემო სიცოცხლე, შენ აქ მოადგილე არიყავი 9 წელი შენი გაბუჭებული, მე უნდა გავაკეთო. მე აქ მოადგილე ვიყავი. არა, რამდენი ხანიც იყავით, რატო არ გააკეთეთ? გეუბნით, არა, შურგაიას ბიზა არის განყოფილებული. არა, შურგაიას ბიზა, რა გიქნა? თარა შურგაიას ბიძა მაჟორიტარი დეპუტატი რომელიც არის დიდუბეში, მისი ბიძა დაასაქმეს დიდუბის გამგეობაში. სწორედ ამ ფაქტზე ვეკითხებოდი გამგებელს არის თუ არა თქო დასაქმებული და თვითონ თარა შურგაიას ბიძა რომელიც გამოიწია ხელი და თქვა რომ დიახ მე ვარ და აბა რა გინდათ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გამოვიდა. ამ პერიოდში ასფალტებზე უნდა იყოს დაწყებული მოსამზადებელი სამუშაოები. სკვერში სკამის დაკიდება, საქანელის დაკიდებას რა მიდიჭირდება, ვინმე მომიხსნას რა უბრალოდ. ვერ ამიხსნის ამას ვერავინ და იმიტომაც აწყობენ ესეთ პროვოკაციულ საკიმაზე ქმედებებს. სირცხვილია. ვითხოვთ რომ აუცილებლად უნდა გადადგეს გამგებელი მისი ჩაჭრილი მოადგილეები და გამოცებში ჩაჭრილი თანამშრომლები. ეს აქცია არ არის. ეს არის ირაკლი თვალის ცოლის ნათესავი. მხოლოდ ამ ნიშნით იყო ჩემი მოადგილე 2 თვის განმავლობაში და წინა წლებში დიდი ხნის განმავლობაში თვითონ არის ნეპოტიზმის შედეგი არც მეტი არც ნაკლები და უხერხულია ამ კაცისგან რაიმე ბრალდება მივიღო. ნებისმიერი კომისია, ნებისმიერი ადამიანი შემოვიდეს, ეს ის გამონაკლისი გამგეობა, სადაც მსგავსი პრეცედენტი არ მომხდარა და არც არასოდეს მომხდარა. ბატონი ალეკო მოვალეობის შემსრულებლად შემოდგომაზე ავიყვანე მე იმიტომ, რომ იყო ძალიან კარგი პროფესიონალი, უწესიერესი ადამიანი. ნამდვილად არის თარა შურგაიას ბიძა, მაგრამ თარა შურგაიას გამო მე არც ერთი დეპუტატის გამო თანამშრომელი არ ამიყვანია.